ვიცი, გეგმებზე მოდიან, რომ ამიხსნან რა შერის საქმე. ჩვენ ოპოზიციური ერთობის უკვე შევედით შემდეგ სტადიაში, სადაც უკვე ჩვენს კოლეგებს, ოპოზიციონერებს უკვე საარჩევნო დებულებების ირგვლივ კონკრეტულ თემებზე ველაპარაკებით. ეს არის ძალიან რთული პროცესი, არის შრომატევადი პროცესი, ერთობა და გამარჯვება, პოლიტიკური წარმატება, ეს ყველაფერი დიდი შრომით მიიღწევა მხოლოდ, ამიტომ ჩვენ ამ შრომისათვის სადავართ. ერთადერთი შანსი იმისი, რომ ოპოზიციამ მოიგოს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, ეს არის ერთიანი კანდიდატით არჩევნებში გასვლა. ჩვენ დღეს მოვიტანეთ აქ ჩვენი პროექტი, ეს არის პრაიმერის პროექტი, რომელიც გულისხმობს იმას, თუ როგორ უნდა იქნეს ეს ერთიანი კანდიდატი შერჩეული. თუ პრობლემა არის ახლა იმაში, რომ ერთიანი კანდიდატის იდეა არ არის ვინმესთვის მისაღები, ამ იდეას ჩვენ ახლა ნამდვილად ვერ შევცვლით. თუ კი მობილიზებული იქნება, ასე ვთქვათ, ოპოზიციური საზოგადოება, დაინტერესებული საზოგადოება და არჩევნებში გავა ერთიანი კანდიდატით, გამარჯვებას და ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი. ჩვენთვის თავარი არის ერთიანობა. ჩვენ გვაქვს ერთიანობის ჩვენი გეგმა, სიამოვნებით მოვისმენთ განსხვავებულ მოსაზრებებს. თუმცა ერთი რამ ვიცით, რომ საქართველოსა და ქალბატონის სალომე ყოველთვის ერთიანობის მომხრე იქნება და ამ პროცესს შეუწყობს ხელს. ჩვენ არ მონაწილეობთ არჩევნებში, მაგრამ არ უპირისპირდებით არჩევნებში მონაწილეობ პოზიციას და მეტიც ჩვენს კვოტას, ასე ვთქვათ, რაც შეეხება კომისიებს, მზად ვარ დაუთმოთ საერთო საქმეში საბრძოლველად. ეს არის ის პოზიცია, რომელიც სამაგალითო უნდა იყოს ყველასთვის. ფინანსები, რითაც პრაიმერი ჩატარდება, სულ ფულზე აკეთებენ ისინი აქცენტს ვეტენ. მეც მაინტერესებს რა ფულით ჩატარდება პრაიმერი, ჯერ არავინ არ იცის. და მოსკოვიდან დაფინანსება სხვა რეალობებით თქვენი მოლაპარაკებების შემდეგ, რომელიც უკვე 3 ჯერ გამართეთ მოსკოვში. 4 ჯერ გავმართე, მადლობა ღმერთს, ფული მოსკოვიდან და რუსეთიდან არ გვჭირდება. ჩვენ ნამდვილად არ ვიქნებით მარტონი, ვინც დააფინანსებს პრაიმერის.